კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ვინც ახლა შემოგვიერთდა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემა ძალიან საინტერესოა და ეძღვნება რესპირატორულ ინფექციებს, გავრცელებულ და ამჟამად ძალიან ისეთ შემაწუხებელ ღორის გრიპს, სიმპტომებს, სინდრომებს, თუ რა სახის დახმარება შეგვიძლია გაუწიოთ ჩვენს პაციენტებს. ამ თემაზე სასაუბროთ ჩვენი სტუმარი იყო ქალბატონი ხათუნა ჩიტაძე, ევროპის ოტოლარინგოლოგისა და თავკისრის ქირურგიის ასოციაციის დამსახურებული წევრი. ქალბატონმა ხათუნამ მოგვიყვა ყველა იმ შესაძლო სავარაუდოდ ადვილად მიწუდომადი წამლების შესახებ, რომლებიც შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ. და ეხლა მე ქალბატონი ჟანა მოვიტოვე ბოლო ნაწილისთვის, რომელიც ხელცარიელი არ იქნება მოსული ჩვენთან სტუდიაში, ვიცი, ქალბატონი ჟანა სტუმრობა ჩვენთან ყოველთვის უკავშირდება გარკვეულ სიახლეებს, კარგი შეთავაზებებს, რასაც რეგულარულად ახორციელებს მისი კომპანია ჩვენი მოსახლეობისათვის. ჟანა, მოგესალმები და მოგვიყევი ახლა კარგი ამბები. მოგესალმებით, მივესალმები კიდევ ერთხელ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, ვიდრე ვისაუბრებ შეთავაზებაზე, ნინო, მოკლედ მინდა რომ კომპანიის შესახებ შევახსენო ჩვენს მოსახლეობას. GM Pharma-ის გახლავთ 100%-ით ქართული ინვესტიციით დაფუძნებული საერთაშორისო მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია. ჩვენი მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური დანამატები იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნების და საქართველოს GMP სერტიფიცირებულ საწარმოებში. 2017 წლიდან ჩვენ ვართ ლიდერი ფარმაცევტული კომპანია ქართულ ბაზარზე და ეს მეტყველებს მომხმარებლების მხრიდან, ასევე ჯანდაცვის ექსპერტების მხრიდან კომპანიის სანთაობაზე. საკმაოდ ვრცელი პორტფელი გვაქვს 140 ბრენდი, 230 გამოშვების ფორმით და პრაქტიკულად ყველა თერაპიულ მიმართულებას მოვიცავთ, მათ შორის აკვებ დანამატებსაც. ეხლა რაც შეეხება შეთავაზებებს, როგორც ქალბატონმა ხათუნამ აღნიშნა, საკმაოდ აქტუალურია ეხა ეს რესპირაციული ინფექციები, განსაკუთრებით თებერვალი-მარტი არის განსაკუთრებით აქტუალური, კი, და საკმაოდ გავრცელებული, ამიტომ ჩვენ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ფარგლებში გარკვეული შეთავაზებები მოუმზადეთ ჩვენს მოსახლეობას, სწორედ აი ამ გრიპის და გაციების სიმპტომურ საპრევენციო თუ სამკურნალო საშუალებებზე. პირველი დავიწყებ აი ამ შემაწუხებელ გაძნელებული ცხვირის სუნთქვით, ხო, ერთ-ერთი შემაწუხებელი ფაქტორია. აი პოპულარულ ენაზე ცხვირის გაჭედილობას ვეძახით მას და ყოველთვის გაგვიგია პაციენტებისგან, რომ აი არაფერი არ მიხარია, იმიტომ რომ მისი ცხოვრების ხარისხი ფაქტობრივად თავიკტკივა, ყურებში არ გესმის. ჰაერის უკმარისობა გაქვს, ამიტომ საზოგადოებაში ძნელია პირბადებსაც ვერად. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი აი ცხვირის სუნთქვის გაძნელებასთან არის ძალიან ბევრი თანხლები სიმპტომები, კი. ამიტომ პირველ რიგში ჩვენ მაინც ვხსნით აი ამ ცხვირით გაჭედილობას. ჩვენ თქვით, რომ ქსილომარინი გვაქვს ესეთი პროდუქტი, რომელიც ქსილომეტაზოლინს შეიცავს და რას აკეთებს? ამცირებს ცხვირის შეშუპებას, ცხვირის ლორწოვანი შეშუპებას და 2 წუთში იწყებს მოქმედებას. ხსნის 2 წუთში, სწორედ აი ამ როგორი მოსახერხებელია გააშხურე. დიახ, სპრეია 2 წუთში ხსნის 8 საათის განმავლობაში გრძელდება. და ამეთანხმებით 8 საათის განმავლობაში აი გაადვილებული სუნთქვა. თუ ადრე მოგიჭირა, შეგიძლია გამოიყენო? რა თქმა უნდა, შეგვიძლია გამოვიყენოთ, თუმცა მისი მოქმედება უკვე პრაქტიკული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ მისი მოქმედების არეალი ამ 8 საათის განმავლობაში იმდენად ეფექტურია, რომ არ საჭიროებს უფრო მეტად ხშირ გამოყენებას, მარტივად რომ ვთქვათ, ან 8 საათზე ადრე გამოყენებას. ამიტომ ერთ-ერთ ფაქტორად ჩვენ თავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს, სწორედ პირველადად აი ამ ქსილომარინს, რომ მოიხსნას ეს ცხვირის გაჭედილობა. 2 ფორმით გვაქვს როგორც საბავშვო, ასევე მოზრდილთა ფორმა, ხო? აქ გვაქვს 0.5 და 1 სხვადასხვა ფორმით. რაც შეეხება შეთავაზებას, გვაქვს PSP-ს აფთიაქებში, რა თქმა უნდა, მთელი საქართველოს მასშტაბით, ამ შემთხვევაში აქციის ტიპი გახლავთ 1+1. ერთი კოლოფშეძენ შემთხვევაში მეორე საჩუქარია. ანუ შეგიძლია დაუშვათ იყიდო მოზრდილებისთვის და ბავშვის გაჩუქო, თუ არა, ერთი და იგივე პროდუქტია ამ შემთხვევაში ეს აქცია. და ამ აქციის მნიშვნელობასაც ავხსნით, როდესაც რამდენიმე ბავშვი ყავს ოჯახში, ან ოჯახის რამდენიმე წევრი, ხო, მრავალწევრიანი ოჯახია. ამ შემთხვევაში ეს აქცია ძალიან ეფექტურია, ვინაიდან იმიტომ რომ თავისი გამოყენების ფორმიდან გამომდინარე, ყველაზე ინდივიდუალურად თავისი შესაშუალებელი უნდა გქონდეს. ბუნებრივია, გეთანხმებით, ამიტომ ამ აქციის ფარგლებში საკმაოდ მოსახერხებელია. ჰოლანდიური პრეპარატია, Basic Pharma-ში იწარმოება, ამიტომ ძალიან ეფექტურია. მეორე სპრეი, ეს გახლავთ ნიამარინი. ქალბატონმა ხათუნამ
უნდა მახსნა ნიამარინის მნიშვნელობა და ორი სიტყვით დავამატებ, რომ ნიამარინი არის ზღვის წყალი და პანთენოლი. ერთად რას აკეთებს? ხვირის ზღვრს დატენიანებას. იცავს მექანიკური გაღიზიანებისგან, გამორეცხვას, დიახ, აი ალერგიული რინიტების დროს არის განსაკუთრებით ძალიან ეფექტური ყოველდღიური ჰიგიენა. მე მინახავს როგორ ასწავლიან ამას. დიახ, როგორ უნდა გამოირეცხოს. სწორად. კი, იმდენად უსაფრთხოა. სახალისოა. ვიზუალურად ლამაზი ფორმა აქვს, კი, იმდენად უსაფრთხოა, რომ ჩვილობის ასაკიდან ინიშნება, რა თქმა უნდა მიჩვევას არ იწვევს ვინაიდან. კიდეც რო გადაყლაპოს, არაფერი არ უჭერს. რა თქმა უნდა, და განსაკუთრებით ძალიან კარგია, როდესაც ვიყენებთ აი ასეთ მეთოდს. ჯერ გამოვირეცხავთ ნიამარინით ცხვრის ზღვრს და შემდეგ გამოვიყენებთ ქსილომარინს. განსაკუთრებულად ეფექტურია ამ ტიპის ცხვრის ზღვრს ჰიგიენა და მოვლა. თუმცა გაჭედილი ცხვრის გამორეცხვა ძნელია. გარკვეულ ეფექტს მაინც აძლევს, ვინაიდან საკმაოდ ისეთი მას აქვს წნევით შესხმა ახასიათებს ჩვენს პანთენოლს. კი, და ამიტომ საკმაოდ სინუსურ ღრუებს საკმაოდ კარგად აღწევს. ამიტომ ეფექტურია ამ ტიპით გამოვირეცხოთ ცხვრის ზღვრ და ყოველდღიური ჰიგიენა. ერთ-ერთი შემაწუხებელი ფაქტორი ასევე არის ყელის ტკივილი. ასევე ვახსენეთ ჩვენ ბენზილორი. ბენზილორის უნიკალურობა ეხლა რაში მდგომარეობს, რომ ორ უნიკალურ ნივთიერებას შეიცავს. ანტისეპტიკიც გვაქვს და ტკივილგამაყუჩებელიც გვაქვს. მომენტალურად ახდენს ტკივილის კუპირებას და ძალიან სწრაფად ხდება ლორწოვანის აღდგენაც. ამიტომ ბენზილორის შემთხვევაში, აი უშუალოდ, როდესაც დასაწუწნიაბია და უშუალო შეხება ხდება, ხო? აი უნდა დაიწუწნოს აუცილებლად, ეს არ უნდა გადაიღლაპოს ესაბი. ამიტომ ეფექტი ძალიან სწრაფად დგება 3 საათში ერთხელ. ჩვენ უკვე ვახსენეთ, რომ 3 საათში ერთხელ შეიძლება მისი მიღება. ეხლა რაც შეეხება ბენზილორის აქციას, ასევე 1+1 აქცია მიმდინარეობს PSP-ს აფსიაქოქსელში, თუმცა ბენზილორზე განსხვავებული აქციაც გვაქვს ფირფიტაზე. ფირფიტის შემთხვევაში შეგვიძლია, რომ ფირფიტად გამოვიყენოთ. პერუფენზე უნდა ვთქვა ორი სიტყვით, არის სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედების. იპუპროფენის ფორმულა, რაც ქალბატონმა ხატვა. დიახ, 200 მგ-იან პერუფენზე მიმდინარეობს აქცია, პულმოლანი მინდა აუცილებლად ვახსენო, ყველა არის შემაწუხებელი ერთ-ერთი, ამიტომ პულმოლანი არის ამოსახველებელი საშუალება და მისი ეფექტი განსაკუთრებით ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც აი გართულებული როცა გვაქვს ეს შემთხვევები და ანტიბიოტიკი სჭირდება პაციენტს. მის მოქმედებას აძლიერებს. ყველა ამ პრეპარატებზე, რაც ჩამოვთვალეთ მარტის ბოლომდე PSP-ს აფსიაქოქსელში მიმდინარეობს, ძირითადად 1+1 აქცია, ამიტომ ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიაკითხოს PSP-ს ფილიალებს და ისარგებლოს ამ აქციით მარტის ბოლომდე. ძალიან კარგი, დიდი მადლობა ქალბატონო ჟანა. ჩვენი მსმენელი აუცილებლად ისარგებლებს თქვენი შემოთავაზებით, მით უმეტეს გრიპის ეპიდემიის დროს. მე ვემშვიდობები ჩვენს ძვირფას მსმენელს და მაყურებელს ერთი კვირით, უსურებ ჯანმრთელობას და საინტერესო თემებით. კვლავ ერთი კვირის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში.